დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ცხოვრების ამა თუ იმ ფაქტორზე. ვსაუბრობთ სხვადასხვა დაავადებაზე, ვსაუბრობთ თქვენი ინტერესის, თქვენი კითხვების შესაბამისად, ვსაუბრობთ სეზონის გათვალისწინებით, ვსაუბრობთ მიმდინარე თარიღების გათვალისწინებით და მრავალ სხვადასხვა საკითხს მივუსადაგებთ ხოლმე ჩვენს გადაცემას. მაგრამ არის ერთი კომპონენტი ჩვენს გადაცემაში მიუხედავად ცვალებადი თემებისა, რომელიც ყოველ გადაცემაში მეორდება და ეს გახლავთ კვებითი შუქნიშანი. კონცეფცია, რომელიც არა მარტო გადაცემას, არამედ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება მრავალი წლის მანძილზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვებითი შუქნიშანი არის არა უბრალოდ კვებითი რეკომენდაციები, არამედ ეს არის სათქმელი, რომელიც სხვადასხვა პრობლემას პირდაპირ უკავშირდება და ემსახურება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ცხადია სიცოცხლის გახანგრძლივებასთან და ჯანმრთელობასთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ კვებითი შუქნიშნისთვის საგანგებოდ დაგვეთმო ადგილი ცალკე გადაცემაში და პერიოდულად ვცდილობთ, რომ დავგეგმოთ კვირაში ერთხელ და ვარაუდობ, რომ სწორედ ასე იქნება. კვირაში ერთხელ გადაცემა მიეძღვნას მთლიანად კვებით შუქნიშანს. გადაცემა რასაკვირველია, კვლავ თემატური იქნება. სხვადასხვა პრობლემას დაუკავშირდება კვებითი რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენი სამფერი რჩევები ამჯერად იქნება ერთი მხრივ კვებითი, მაგრამ მეორე მხრივ მთლიანად ორიენტირებული კონკრეტულ პრობლემაზე, რასაკვირველია ცხოვრების ხარისხის და სიცოცხლის გახანგრძლივების ამოცანის გათვალისწინებით. და დღევანდელი გადაცემა სწორედ ამგვარი გახლავთ. კვებითი შუქნიშანი, როგორც შევთანხმდით, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთლიანი თემა გახლავთ, მაგრამ რომელ საკითხს დავუკავშირეთ, რომელ პრობლემას დავუკავშირეთ. დღეს ჩვენ ერთ კონკრეტულ დაავადებაზე არ ვსაუბრობთ. დღევანდელი ჩვენი სამფერი რეკომენდაციები ერთ სამედიცინო პრობლემას არ უკავშირდება. ეს უკავშირდება განსხვავებულ მდგომარეობას, შემიძლია თამამად თქვა, რომ უკავშირდება ადამიანის ცხოვრების წესს და ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მოცემულ მომენტში, მოცემულ პერიოდში დროისა. რატომ? მოდით ამაზე შეგვიძლია უფრო დაწვრილებითაც ვისაუბროთ, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ 365 დღე უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ კალენდარული წელი დასრულდეს. მაგრამ აუცილებლად მინდა გაგახსენოთ, რომ მართლმადიდებლები, რომლებიც მარხულობენ ამ ცხოვრების წესს მიმართავენ სულ ცოტა წელიწადში 150-160 დღე. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 365 დღიდან საშუალოდ 150 დღე არის მარხვა. ცვლის თუ არა ეს ადამიანების ცხოვრების წესს, რასაკვირველია. მით უფრო თუ ჩვენ მარხვას უფრო მასშტაბურად წარმოვიდგენთ და არ განვიხილავთ როგორც უბრალოდ მშრალად კვების მოდელს და ეს მართლაც ასეა. თუ გავიხსენებთ, როგორ განმარტავდა პროფესორი გიორგი გოცირიძე, მაშინ ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა კვებაში ნიშნავს ზღუდის დაწესებას და დიახ, მარხვა გახლავთ შეზღუდული კვება და დაწესებული ზღუდე ადამიანსა და სიამოვნებას შორის. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავად სიტყვის წარმომავლობა და როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეთნოკულტუროლოგი პროფესორი გიორგი გოცირიძე თვლიდა, მარხვა დამარხვას უკავშირდება და უკავშირდება სიამოვნების და სიამოვნების განცდის დამარხვას, რომელსაც უნდა შეელიოს ადამიანი სამარხო პერიოდში. როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, სამარხო კვების მოდელში რა არის შეზღუდული? მით უფრო შევთანხმდით, რომ მარხვა და სამარხო კვება შეზღუდულ კვებათა რიცხვში უნდა განვიხილოთ. შეზღუდულია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ეს ძალიან მშრალად ჟღერს თითქოს და ძალიან ზოგადი ფრაზაა, მაგრამ
მაგრამ აუცილებლად უნდა განმარტოთ, რომ შეზღუდული კვება ასეთ შემთხვევაში გულისხმობს ცხოველური წარმოშობის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების შეზღუდვას. აგრეთვე ყველა იმ ნივთიერების შეზღუდვას, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ მინერალების და ვიტამინების, რომელიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ხვდება. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ სწორედ სამარხო კვების მოდელში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ალტერნატიული წყაროები. რა მაქვს მხედველობაში? დიახ, თუ ჩვენ არ ვიღებთ ცხოველური წარმოშობის ცილას, რომელიც ჩვენს ორგანიზმთან ძალიან ახლოს არის თავის შემადგენლობით. არ ვიღებთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს და თქვენ წარმოიდგინეთ ნახშირწყლებსაც კი. ასეთ შემთხვევაში რა არის ადეკვატური წყარო? რა არის სრულფასოვანი წყარო იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილება სრულად შეივსოს. და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია ამ შემთხვევაში როგორც მცენარეული ცილის, ცხიმის და ადეკვატური ნახშირწყლის წყაროთ განვიხილოთ. და დავიწყებ სწორედ აქედან ჩვენს მაგიდაზე განთავსებული პროდუქტები, ყველა ის პროდუქტი, რომელიც ფოტოზე ჩნდება, აერთიანებს იმ ჩამონაცვალს, რომელზედაც ახლა მე თქვენ მინდა გესაუბროთ. ეს არის პროდუქტები, რომელიც პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ცილის წყაროთ. რომელია მცენარეული ცილის წყარო? რა თქმა უნდა, ეს არის პარკოსნები, რასაკვირველია, ეს არის სხვადასხვა სახის თხილეული, ეს გახლავთ მარცვლეულ ბურღულეული, სოკო და ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის ჩვენთვის ტრადიციული, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია. ეს არის სოიასგან დამზადებული პროდუქტები, რომელსაც მაგალითად წარმოადგენს ტოფუ და მსგავსი პროდუქტები. როდესაც ცხიმების ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველა ის მცენარეული ცხიმი, რომელიც თითოეულ ჩვენგან სამზარეულოში შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად მზესუმზირის ზეთი, ასევე გასათვალისწინებელია სიმინდის ზეთი. ეს საყოველთაოდ მოხმარებული პროდუქტები, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი, ყურძნის წიფწის ზეთი, ნიგვზის ზეთი, სელის ზეთი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელიც თქვენთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი. ცხიმოვან წყაროში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა სახის თხილეული, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენთვის ცოტა ეგზოტიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი ხილი, როგორიც არის ავოკადო და სხვათა შორის მცენარეულ ცხიმთა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კაკაოს ცხიმი. ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სამარხო კვების დროს, როგორც ადეკვატური წყარო ცილისა, ცხიმისა, ხოლო ნახშირწყლებით მდიდარი წყარო თავად ხილი და ბოსტნეულია მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად და ცხადია ყველა იმ ჩამოთვლილ პროდუქტთან ერთად, რომელიც უკვე ვახსენე. აღნიშნული პროდუქტების დაბალანსებული სწორი შეხამება გვაძლევს საშუალებას, რომ სამარხო კვება არ იყოს მონოტონური. გვაძლევს საშუალებას სამარხო კვება არ შემოიფარგლოს მხოლოდ ცომეულით და პურფუნთუშეულით. გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ წონა, რადგან ერთგვაროვანი, მონოტონური, მხოლოდ ნახშირწყლოვანი კვების შემთხვევაში ძალიან დიდია რისკი, რომ სამარხო კვება წონის მატების წინაპირობად იქცეს. რასაკვირველია, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში და ამაზე ჩვენი ტრადიციული კვებითი რჩევების შემდეგ გავაგრძელებთ. D ვიტამინის სტატუსი. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ბავშვებში რაქითს, ძვლების დარბილებას, ჩონჩხის დეფორმაციებს, თავის, გულმკერდის, ფეხების, ზრდასრულებში, ოსტეოპოროზს, ჰორმონულ დარღვევებს, წნევის მერყეობას. D ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზის აბაზანები. პროფილაქტიკური დოზა მუცლად ყოფნის პერიოდში, ახალშობილებში D ვიტამინით მდიდარი საკვები, თევზის ქონი, ხიზილალა, თევზი, ღვიძლი, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, მშობლების საყურადღებოდ. ეფექტურია მხოლოდ პირდაპირ მზის სხივები. მინა არ ატარებს D ვიტამინის წარმოქმნისთვის საჭირო სხივებს. არ არის საკმარისი მხოლოდ სახის მიფიცხება. ინტენსიური მზის აბაზანების დროს მკაცრად გააკონტროლეთ მიღებული კალციუმის რაოდენობა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით.
რატომ გაგახსენეთ ვიდეო რჩევა მაინც და მაინც D ვიტამინთან დაკავშირებით და რატომ შეიძლება D ვიტამინი და მარხვის საკითხები იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. Როგორც თქვენ დარწმუნდით, ძალიან ბევრი პროდუქტი სწორედ ცხოველური წარმოშობისაა, რომელიც D ვიტამინის წყაროდ უნდა განვიხილოთ. და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს პრობლემები D ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს ეხება პატარებს, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებსა და მოზარდებს, მაშინ, როდესაც რაიმე მიზეზით D ვიტამინის, კალციუმის ნაკლებობა არის დადგენილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ D ვიტამინის წყაროდ ჩვენ შეიძლება მცენარეული პროდუქტიც გამოგვადგეს, მაგრამ მაინც და მაინც მცენარეული არ გახლავთ სოკო, ის არის შუალედური პროდუქტი, როდესაც საუბრობთ ცხოველურსა და მცენარეულ სამყაროს შორის და მასში D3 ვიტამინი არ გახლავთ, მასში არის D2 ვიტამინი. ამიტომ D3 ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად D3 ვიტამინის ნაკლებობის არსებობის პირობებში გასათვალისწინებელია ყოველთვის პედიატრის რეკომენდაცია, განსაკუთრებით თუ პატარას, როგორც უკვე მოგახსენეთ, D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობა უკვე დადგენილი აქვს, ასევე გასათვალისწინებელია მდგომარეობა, როდესაც რაიმე მიზეზით პატარას აქვს სისხლ ნაკლებობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად რკინის ნაკლებობა უკვე გამოვლენილი, მაგალითად ჰემოგლობინის ნაკლებობა დადგენილი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ შეაფასეთ რისკები და გადაწყვიტეთ სამარხო კვების რომელი მოდელი შეიძლება იყოს გამოყენებული, ან როგორი კვების მოდელი შეიძლება შევარჩიოთ იმისათვის, რომ თქვენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ და პედიატრის დამოკიდებულება შეჯერდეს. ასეთ შემთხვევაში არც ის არის გამონაკლისი და გამორიცხული, რომ ზოგიერთი პროდუქტები იყოს ჩართული ბავშვის კვებაში. დიახ, მიუხედავად ძირითადი მცენარეული კვების მოდელისა, ცალკეული პროდუქტები, რომელიც შეიძლება განვიხილოთ მაგალითად კალციუმის წყაროდ იყოს დამატებული. ეს პირველ რიგში ბავშვების შემთხვევაში რძესა და რძის პროდუქტებს უკავშირდებათ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ზოგიერთ შემთხვევაში კვერცხი, გასათვალისწინებელია თევზი და ყველა ის პერიოდი, რომელიც ხსნილს უკავშირდება, მაგალითად თევზით ხსნილს, როდესაც მოსამზადებელი პერიოდია ყველიერის გამოყენებით, ყველა ეს პერიოდი უნდა გავითვალისწინოთ. ისევე როგორც მარხვაში შესვლა თანმიმდევრულად, თუნდაც ყველიერის ფაზით და გამოსვლა იმ პროდუქტების ჩართვით, რომელიც გვეხმარება ადაპტაციაში, არის გადამწყვეტი. ასაკის მიუხედავად და ასეთი დროს კვერცხი სააღდგომო, ხაჭოს პასკა და სააღდგომო ნამცხვარი არის საუკეთესო არჩევანი იმისათვის, რომ ორგანიზმმა მცენარეული კვების მოდელიდან გაფართოებულ კვებაზე გადასვლისას დამატებითი რისკები არ განიცადოს. და კიდევ ერთი საკითხი, თუ ჩვენ საუბრობთ პროდუქტებზე, მაგალითად კალციუმის წყარო პროდუქტებზე, აუცილებლად მინდა გაგახსენოთ, რომ მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ უნდა განვიხილოთ კალციუმის წყაროდ. მაგალითად, კომბოსტოს ოჯახის წარმომადგენლები, ან სხვადასხვა სახის მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, ისპანახის გარდა ძალიან თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალციუმის შესავსებად. რატომ გამოუყავი ცალკე ისპანახი? იმიტომ რომ გახსოვთ, ისპანახი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. რკინა და კალციუმი ერთმანეთთან მაინც და მაინც კარგად ვერ მეგობრობენ და ერთმანეთს შეწოვაში უშლიან ხელს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მარხვაში შესვლა და გამოსვლა არის ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი. გაითვალისწინეთ აგრეთვე ყველა ის ფაზა, რომელიც ხსნილს უკავშირდება იმისათვის, რომ ორგანიზმს ეგრეთ წოდებული დიეტური დატვირთვის დღეები მოუწყოთ. ეს არის ძალიან კარგი მეტაბოლური ვარჯიში ორგანიზმისათვის და მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ სამარხო კვების მოდელზე, აუცილებლად გავითვალისწინოთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ უკვე ასაკის მიუხედავად მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარამეტრები და გარწმუნებთ, არავინ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ პირველ ადგილას თქვენ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დააყენოთ და მხოლოდ ამის გათვალისწინებით აირჩიოთ კვების მოდელი და შესაბამისად ცხოვრების წესი. და დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი მარხვასთან დაკავშირებით, მინდა დავასრულო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით. არ გადახვიდეთ მონოტონურ კვებაზე. არ აირჩიოთ მხოლოდ ნახშირწყლოვანი კვება, იმიტომ რომ თავად არჩევანი პროდუქტებისა გვაძლევს საშუალებას, რომ ერთგვაროვანი და ერთფეროვანი არ იყოს კვება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმისათვის რომ წონის მატება
ავიცილოთ თავიდან, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, მაგალითად მცენარეული ცილის წყაროდ რა შეიძლება იყოს გამოყენებული. მესამე, რაც აუცილებლად დასამახსოვრებელია, ეს არის სამარხო კვების დროს გამოყენებული სხვადასხვა პროდუქტები, ეგრეთ წოდებული სამარხო ნუგბარი, სამარხო სასუსნავი, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია იმ ჩანაფიქრთან, რომელიც ამ კვებას უკავშირდება. ჩვენ უარს ვამბობთ სიამოვნებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ბუნებრივად, რომელი პროდუქტები გვაძლევს საშუალებას ურთიერთშეხამებისა, ისე რომ არ გამოვიყენოთ დამატებითი სასუსნავები და ნუგბარები, ეგრეთ წოდებული სამარხო დატვირთვით და განსაკუთრებით საყურადღებო არის ის, რომ ჩვენ ვირჩევთ კვების მოდელს არა წონაში დასაკლებად, არა გახდომისთვის და არც ვეგეტარიანელობასთან ანალოგიით, რადგან მარხვა ვეგეტარიანელობა არ არის, რადგან მარხვის არსი მხოლოდ მცენარეული კვება არ გახლავთ, ეს არის მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციები, ექიმების რეკომენდაციები მხოლოდ დამხმარე საშუალებაა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი, მიუხედავად კვების კონკრეტული მოდელისა, მიუხედავად შეზღუდვებისა და მიუხედავად იმ ცალკეული სპეციფიკური ჩვენი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი თავისებურებებისა, რაც უნდა ყოველდღიურად გავითვალისწინოთ. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ნახვამდის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.